ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი პროცესი დღეს 13 საათზე გაიმართება. ბათუმში ამაღლობელის პროცესზე დასასწრებად უკვე ჩავიდნენ დიპლომატები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მეგობრები და კოლეგები დილიდან ბათუმელების რედაქციაში იმყოფებიან. მათი თქმით, ძალიან რთულია რაიმე მოლოდინზე საუბარი და პროგნოზების გაკეთება, თუმცა მიიჩნევენ, რომ ზიასთვის გამოტანილი განაჩენი იქნება მთლიანად სიტყვის თავისუფლების გასამართლება. ზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ზია ამაღლობელი ბათუმში პოლიციის მთავარ სასამართლოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს. დაახლოებით 2 საათში კი გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. ნაციონალური მოძრაობის წევრს ლაშა ცანევას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. სახელმწიფო ბრალდება ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორმა გიორგი კავსაძემ შუამდგომლობაში განმარტა, თუ რა მოქმედებები განხორციელდა ბრალდებულის მიერ. კავსაძის თქმით, ცანევა უცხო ქვეყნის მოქალაქეს WhatsApp-ის მეშვეობით დაუკავშირდა და განუმარტა, რომ ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის საფასური $5600 იქნებოდა. კავსაძის თქმით, თუ საქმეში ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები არსებობს. ადვოკატის თქმით, ცანევას ქმედება, როგორც პროკურორმა აღნიშნა, ცინიკური კი არ არის, არამედ მართალი ადამიანის ქმედება, რომელიც გარკვეულ დახმარებას უწევდა სხვას. ადვოკატის თქმით, ცანევას მხრიდან მიმალვის ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არ არსებობს, რის გამოც ის აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების არგუმენტაცია ამასთან დაკავშირებით, რომ ლაშა ცანევას შეფარდებოდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, მოგეხსენებათ, მის მიერ ჩადენილია დანაშაულით, კერძოდ თაღლითობა, ანუ მან მოტყუებით თაღლითური გზით იგი დაეუფლა უცხო ქვეყნის მოქალაქეების თანხას. არსებობდა უამრავი მტკიცებულება, ეს არის აუდიო-ვიდეო მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები. და დღეს განვიხილეთ აღკვეთის ღონისძიება. პატიმრობა, იმიტომ რომ ეს იყო სავალდებულო, აუცილებელი, ამას და ამით დაზღვეული იქნა მთელი რიგი რისკები. ადგილობრივ არჩევნებამდე 2 თვე რჩება. ქართულმა ოცნებამ ოფიციალურად მერობის კანდიდატად კახა კალაძე მესამე ვადით წარადგინა. კალაძის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში ყველა ნაბიჯს გადადგამს, რათა დედაქალაქში არსებული გამოწვევები გადაჭრას. პარალელურად ოპოზიციაში არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. ამ დროისთვის პროცესში მონაწილეობას აპირებს პარტია გირჩი. გაერთიანებული ძალებით აპირებენ არჩევნებში ჩართვას პარტიები გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველოსთვის. ოპოზიციის ნაწილი კვლავ ბოიკოტში რჩება. მართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნები კვლავ უცვლელი რჩება. ჩვენ დღეს შეგვეძლო თბილისის მერობის კანდიდატად წარგვედგინა უბრალოდ კარგი პოლიტიკოსი, უბრალოდ კარგი მართველი, ანუ უბრალოდ კარგი პატრიოტი. მაგრამ დღეს ჩვენ თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს. ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მართველი და პატრიოტი. ის არის ჩემპიონი მეოჯახე, ის არის ჩემპიონი მეგობარი და ჩემპიონი თანამებრძოლი. ეს არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, თბილისის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მერი კახა კალაძე. ზედიზედ მესამე წარს გე თბილისის მერობის კანდიდატად ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობა ვემსახურო ჩვენს ულამაზეს თბილისს და თბილისელებს. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს. ეს არის დაპირება, რომელსაც მომდევნო 4 წლის მანძილზე მთელი პასუხისმგებლობით და გულისხმობით შევასრულებთ. ქართულმა ოცნებამ თბილისის მერობის კანდიდატად მესამე ვადით წარადგინა ყველაზე კორუმპირებული მოქმედი მერი კახა კალაძე. ადამიანი, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აქცია მთელ საქართველოში ყველაზე კორუმპირებულ უწყებად. და ამავდროულად ეს არის ადამიანი, რომელიც არის ღიად პრორუსი, რომელიც ევროკავშირის ელჩს გაგდებით ემუქრება. ამას თბილისი ნამდვილად არ იმსახურებს. ზოგადად არაფერი არ არის დასაჯერებელი, როცა გეტყვიან, რომ მე 2 ვადაში რაც ვიყავი, იმაზე უკეთესი ვიქნები მესამეშიო, იმიტომ რომ ვინმეს რო უკეთესად გახდომადომოდა ან რაღაცა უკეთესი მერი ყოფილიყო, ამისთვის მე მგონი საკმარისი ვადა ქონდა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება მიცის კალაძის შემთხვევაში არაფერი არ შეიცვლება, ოპოზიციას თავაზობს თუ არა რამე ისეც, რომელიც კალაძეს ჯობია და რაც ოპოზიციაში ბალაგანია მოწყობილი, ის შეუძლებელია რამეს ჯობდეს და არც კალაძეს არ ჯობია მათ შორის.
ამერიკის სენატში საქართველოს მხარდამჭერი მეგობარი აქტი შესაძლოა დაგეგმილზე ადრე მიიღონ. საკითხზე ინფორმაცია ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტმა ლექს რაფოღლუმ გაავრცელა. მისივე ინფორმაციით კანონპროექტის მიმართ დაწესებული 3-დან ერთ-ერთი ბლოკირება გაუქმდა. ცნობისთვის მეგობარი აქტი კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით წარდგენილი კანონპროექტია, რომელიც საქართველოს დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში შემჩნეული პირებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ოცნებას თუ რამე შეუშლის ხელს, ეს არის ზოგად ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუარესება. მეგობარი აქტის მიღებაც არ მიღებაც ამასთან არის დაკავშირებული და რაც მე მგონი ყველაზე ხერხული შეიძლება იყოს ჩვენთვის, ეს არის ის, რომ საქართველოს ბედი ცალკე არ გადაწყდეს და გადაწყდეს პირობითად რუსეთ, უკრაინა, ამერიკის ურთიერთობების კონტექსტში. თუმცა ჩვენი მთავრობა ზოგადად არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ამერიკელებთან ურთიერთობა გაუმჯობესოს და მეგობარი აქტი იქნება ეს თუ სხვა რამე, საქართველოს წინააღმდეგ არ იქნას გამოყენებული. საბოლოო ჯამში ყველა სენატორი გადახედავს თუ არა ყველა საკუთარ პოზიციას ამ ეტაპზე ორი რჩება, რომელმაც უნდა მოხსნას, ასე ვთქვათ, საკუთარი შემაკავებელი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში მეორადი მნიშვნელობა აქვს დაჩქარებული წესით იქნება მიღებული ეს აქტი თუ არა. თავარი არის, რომ ჩვენ ვხედავთ ძალიან ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას აქტის და ეს აქტი შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ იქნება მიღებული. რუსეთის მიერ კიევზე 31 ივლისს მიტანილი იერიში შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 28-ს მიაღწია. დაღუპულთა შორის 3 ბავშვია, ამასთან დაშავებულთა რაოდენობა 150 აღწევს, მათ შორის 16 ბავშვია. უკრაინული მედია წერს, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. სამძებრო სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება. ქალაქის ხელისუფლებამ პარასკევი გლოვის დღედ გამოაცხადა. 31 ივლისს რუსეთმა კიევის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და 8 რაკეტა გაუშვა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ათობით ქვეყანას მაღალი სავაჭრო ტარიფები დაუწესა. როიტერსის თანახმად პრეზიდენტმა ტარიფები დაუწესა მათ შორის ქვეყნებს, რომლებიც ამერიკის მთავარ მოკავშირეებად მიიჩნევა: კანადას, ბრაზილიას, ინდოეთს, ტაივანსა და შვეიცარიას. როიტერსი წერს, რომ დონალდ ტრამპის ბრძანებაში 69 სავაჭრო პარტნიორისთვის იმპორტის გადასახადის 10-დან 51%-მდე ზრდა არის მითითებული. ამასთან პრეზიდენტის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ყველა უცხო ქვეყნიდან შეტანილ საქონელზე 10%-იანი იმპორტის გადასახადი დაწესდება.